მოგესალმებით, მე ლელა ვარ. ალბათ გიკვირთ რატომ მაქვს ჩახუტებული ამდენი წიგნი. როგორც და მართლა ძლივს მიჭირავს 29 წიგნი. როგორც იცით, მე-7 კლასელებისთვის დავასრულე წიგნების წაკითხვა, მალე უნდა მივიტანო კლასში ბალიშები ბავშვებისთვის და წიგნებს ვათხოვებ ხოლმე ბალიშებს ვჩუქნი. ამიტომ სანამ თითოეულ წიგნს ახალი თავგადასავლის მოსაძებნად გავუშვებ, გადავწყვიტე რომ ჩავწერო შემაჯამებელი ვიდეო და ერთი წინადადებით შევაფასო ერთი წიგნი. ძალიან საინტერესო პროცესი იყო ამაზე ფიქრი, ამ ვიდეოსთვის მზადება. და ნახოთ რა გამომივა. მორის დრიონის მწვანე თითება ტისტუ. მარტო შენს შვილზე ზრუნვა კარგ ადამიანობას არ გულისხმობს. წერილი ოქროსფერი მარკით. როდესაც სახელმწიფო და მოქალაქეები თანმიმდევრულად ზრუნავენ ბავშვის უკეთესი პირობების შესაქმნელად. ქარიკლაპიას ზაფხული ცალი თვალით მაინც შეგვახედებს მოზარდების ცხოვრებაში და გაგვახსენებს როგორები ვიყავით მათი ასაკისანი. საიდუმლო ბაღი, აღზრდის სწორი და არასწორი მიდგომები, ბუნების როლი ბავშვის ჩამოყალიბებისას, სხვის შვილზე ზრუნვა და დიკონი, 12 წლის ბიჭი, რომელიც ყველამ უნდა გაიცნოს. ვერცხლის ციგურები. როდესაც ერთი ქვეყნის მოქალაქე, მწერალი, სხვა ქვეყნის შესახებ წერს არაჩვეულებრივ წიგნს და აცნობს მსოფლიოს დადებითი კუთხით. კაქტუსა აფრიკაში. ძილის წინ მოყოლილი ზღაპრის როლი ბავშვის აღზრდაში და სურვილის გამჩენი, რომ შენც მოიგონო შენი შვილებისთვის მრავალფეროვანი ზღაპრები. 35 კილო იმედი. რატომ შეიძლება არ უყვარდეს ბავშვს სკოლა? ამაზე კარგად სხვა წიგნი მგონია რომ ვერ დაგვაფიქრებს. 3 წითელი თევზი. როგორი ძვირფასია ბავშვისთვის ოჯახი? რას ნიშნავს ალცჰაიმერის მქონე ოჯახის წევრთან ერთად ცხოვრება და ბებია რომელთან ურთიერთობაც დაუვიწყარი არის ბავშვისთვის, მთავარი პერსონაჟისთვის. ულისი. ჩვენ ვალდებულები ვართ, მშობლები, რომ ბავშვებმა იცოდნენ დედების, მამების შესახებ ყველაფერი და არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენი შვილიც არ უნდა გვეყოლოს, უფროს შვილებზე ზრუნვა და ყურადღების განაწილება უნდა შევეცადოთ. 3 წითელი თევზი სახელად ალეგრია. ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შორის ჩამოწოლილი მრავალწლიანი წყენა და უთანხმოება, რამ შეიძლება გაფანტოს. ტუვა გლიმერდალიდან უფროსსა და უმცროს შორის ამაღელვებელი მეგობრობის ამბავი. მერი პოპინსი, როგორ სჭირდებათ ბავშვებს წარმოსახვა, დისციპლინა და ზრუნვა, ფანტაზია. მელორი ტაუერსი, როგორ დიდი მნიშვნელობა აქვს სასკოლო ცხოვრებაში. როგორ დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ხასიათს სასკოლო ცხოვრებაში. ნილს ჰოლგერსონისა და გარეული ბატების თავგადასავალი. ბავშვობაში დაშვებული შეცდომები ზრდასრულობა განსაზღვრავს მომავალს, ჩვენს მომავალს. ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე, შეხვედრა, არჩევანი და განშორება. ამ სამი სიტყვით შევაფასებდი წიგნს. ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა. როცა გონია რომ მარტო ხარ და ამ დროს მთელი სამყარო შენზე ზრუნავს. ტუვა გლიმერდალიდან არა, ტუვე იანსონის მამა მუმინის მემუარები. როგორი ძვირფასია შენი ხელით აშენებული სახლი, ბავშვობის მოგონებები, ოჯახი და მეგობრები. პოლიანა მთავარ პერსონაჟთან ერთად უბრალო, უმნიშვნელო რაღაცებით გახარება და ამის სწავლა. ამ ყოველივეზე ფიქრი, ხედვის პერსპექტივის ცვლილება კიდევ. ბიჭი, ჩიტი და ოსტატი ალბერტო. როდესაც ბიოლოგიურ მამაზე
კარგი მამობა შეიძლება სხვა კაცმა გაგიწიოს ეს წიგნი, აი ამაზე ვფიქრებს. ავრორას ზე კორპუსიდან. ავრორას მამის მსგავსი მამაკაცები რომ მრავლად იყვნენ მსოფლიოში, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყებდა. ჯაფარა. ერთმანეთის უკეთ გასაგებად დაწერილი წიგნი და ის რომ ყველა განსხვავებულები ვართ, განსხვავებულობის მიღების მცდელობა. და რა არის ასპერგერის სინდრომი. დიკეგო. ადამიანი ერთადერთი არსებაა ამ სამყაროში, რომელიც თანამოძმეს კლავს. იშმაილი არ დამიძახოთ. რატომ შეიძლება გაუქრეს ადამიანს შურისძიების სურვილი? და რა შეიძლება გამოიწვიოს იმაზე ფიქრმა, როცა გული არ გინდა რომ ატკინოს სხვას. შინი არ გადაყირავდეს ისეთი კოშკი შეიქმნა წიგნებისგან. ზილხა ნატო დავითაშვილის გოგოებს მთების გადადგმა რომ შეუძლიათ და აფხაზური მითოლოგიით გაცოცხლებული მიწა. სულეჩიტი, ქართული სკოლა, ქართული კლასი და ატმოსფერო, რომელიც არის ამ გარემოში და თუ შენ არ მოინდომებ, შენ ცხოვრება უკეთესობისკენ ვერ შეიცვლება. ბავშვობიდან რომ უნდა ვისწავლოთ, აი ეს. მეკობრეთა სკოლა. როგორი დიდი ძალა აქვს წარმოსახვას, მასწავლებლისა და მოსწავლის წარმოსახვას და რომ მასწავლებელი არის მდინარე, რომელსაც ყოველდღე მიაქვს თავისი ტალღები სკოლაში და ამ ტალღებში შეჰყავს ბავშვები. როგორია ეს ტალღები? კაპკა და მოგზაური თოჯინა. როდესაც არ შეგიძლია გულგრილად ჩაუარო ბავშვის ცრემლს, რა შეიძლება მოხდეს? შეიძლება ულამაზესი წერილებიც დაწერო. მიო ჩემო მიო. როგორი საბრალოა ბოროტება, მხედარი კიტო და როგორც ძულს მხედარ კიტოს საკუთარი თავი. ბოროტების არსი ამ წიგნში ფანტასტიკურად არის გაშლილი. პატარა მაწანწალა, როგორ მრუდდება ბავშვის ცხოვრების გზა და რომ ჩვენი ირგვლივაც არიან ასეთი ბავშვები, რომლებსაც სჭირდებათ დანახვა და დახმარება და დიდი თანადგომის და მეგობრობის შესახებ დაწერილი წიგნი და ბოლოს პიტერ პენი მარადიული ბავშვობის მონატრება. ასე დავასრულებდი. ძალიან არ ვიცი გაჩვენე თუ არა ბევრი ვიდეოს ჩაწერა მომიწია რომ ნათია უჩავას ნაჩუქარი პრინტერით ამოვბეჭდე. ესეთი ეს რაც მოგიტევით და მადლობა ნათიას კიდევ ერთხელ ამ საჩუქრისთვის და დიდი მადლობა. იწყებ ახალი კლასისთვის. ცოტა ხანი დავისვენებ და ახალი მე-9 კლასისთვის ვიწყებ ამჯერად უკვე მოთხრობების წაკითხვას. რადგან ბავშვები როგორც აღმოჩნდა რომანებს მეტნაკლებად არ კითხულობენ.